ეხლა მე რასაც გეტყვით, ძალიან დაგაფიქრებთ ყველაფერზე. როგორი მტერი ყავს, საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედამიწაზე დღევანდელი ოდენობით თითქმის 8 მილიარდამდე ადამიანია, ხო? და ეს 8 მილიარდი ადამიანი თითოეულიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ არსებობს. შოთა რუსთაველიც კი ამბობს თავის პირველ სტროფებში, რომ ადამიანი უთვალავი ფერია, ანუ განსხვავდება ერთი და იგივე ხასიათის ადამიანს, აი რო იძახია ხოლმე, ჩემი ხასიათის ადამიანია. არა. ერთი და იგივე აზროვნების და ხასიათის ადამიანს 8 მილიარდში ვერ იპოვი. და რომ იცოდეთ, რომ მაგალითად თუ თქვენ თქვათ, გარემოცვა ყავთ, სიტყვაზე ავიღოთ, ხო? 100 ადამიანი, ეს იქნება ნათესავი, ახლობელი, თანამშრომელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? 100-დან 99% ან 90% გიყურებთ. ცუდი თვალით 10%-ს შეიძლება უბრალოდ სადღაც არ აინტერესებდეთ თუ მაგის გზაზე არ გადაიკვეთებით, მაგრამ თუ იმ 90%-დან 5% არის თქვენი ცუდი მტერი, ესე ვთქვათ, ხო? ძალიან სერიოზული მტერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი დონის არის ეს თქვენი მტერი რა. ანუ რა ოჯახშია გაზრდილი, რა ფასეულობებზეა ეს ადამიანი, რაზეა წამსვლელი, რის გამკეთებელია, რისი მკადრებელია რა, მოდი რომ ვთქვათ ესე ლამაზად, რისი მკადრებელია ადამიანი. ამიტომ ყოველთვის მაგას ვიძახი, რომ მტერსაც კი მნიშვნელობა აქვს, როგორი, ანუ რისი მკადრებელი ადამიანი. რა ზოგი გარეგნულად ძალიან ისეთი მშვიდი წყნარი, ზდილობიანი, კულტურული, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია. ყველაფერზე წამსვლელია, რაც კი რამე არსებობს. შეიძლება პირში გიცინოდეს და ყველაფერი ცუდი გაგიკეთოს, ზურგს უკადრო, ვერც წარმოიდგინო და შემდეგ ვინმე რო გითხრას, რომ ეს არის, შენ თქვა რომ არა, საიდან რა, შენ ცდები და ხელი დააფარო. ამიტომ დაიმახსოვრეთ ეს, რომ მტერი გააჩნია როგორი ყავთ, როგორი აზროვნების არის, როგორი ბავშვური ტრაუმებით არის, როგორი ფსიქოლოგია აქვს, როგორი ბნელი მხარეები აქვს ამას, რა ფიქრები აწუხებს თავში და ეს ძალიან საშიშია, მეგობრებო. შეიძლება შეხედოთ, ლამაზი გოგო და უცებ ისეთი მანიაკალური ფიქრები აწუხებდეს და სახლში და გარემოცვაში და ისეთებს აკეთებდეს, რომ ეს ძალიან საშიშია.